ოდესმე თუ დაინტერესებულ ხართ, ვინ არიან ზოროს მშობლები, ან იმაზე თუ დაგჩენიათ ეჭვი, რომ რიუმას და ზოროს შორის შეიძლება რაიმე კავშირი იყოს. ამასთან დაკავშირებით არაფერი თქმულა უშუალოდ მანგაში და ანიმეში, მაგრამ ავტორმა SBS-ში გასცა კითხვას პასუხი. და ვინც არ იცით, SBS-ი არის Q&A, კითხვა-პასუხის სექცია ყოველი ვალიუმის ბოლოს, რომელშიც ავტორი ფანების გამოგზავნილ წერილებს და კითხვას-პასუხს წერს. და 105 ვალიუმის SBS-ში Q&A-ში ავტორმა პასუხი გასცა ერთ-ერთი ფანის კითხვას ზოროს გენეალოგიურ ხეზე. როგორც ავტორმა თქვა, 55 წლის წინ ვანო კუნიდან წამოვიდა გემი, რომელზეც იყო 25 ადამიანი. ამ 25 ადამიანის შორის იყო ეს პერსონაჟი, რომელიც ამ სხვა პერსონაჟის ტყუპის ცალი ძმა არის, პერსონაჟის ვისაც ფრენკი მუშაობდა ვანოში ყოფნის დროს. და ასევე ამ გემზე იყო შიმოცუკი ფუკურო, ანუ ზოროს ბებია და შიმოცუკი უშიმაროს ძმა. და ვისაც არ გახსოვთ, შიმოცუკი უშიმარო არის ეს პერსონაჟი, რომელიც იამატოსთან ერთად ციხეში იყო და შემდგომ კაიდოსთან ბრძოლაში მოკვდა. შიმოცუკი ფუკურო დაქორწინდა რონონოა პინზოროზე, ანუ ზოროს ბაბუაზე და მათ ეყოლათ შვილი რონონოა არაში, რომელიც მეკობრეებთან ბრძოლაში მოკვდა და ასევე მისი დედა ტერაც გარდაიცვალა ავადმყოფობისგან, საბოლოო ჯამში ზორო ობლად დარჩა. გარდა ამისა, ზორო და ქუინაც ნათესავები გამოდიან, შორეული ბიძაშვილები, იმიტომ რომ ქუინას ბაბუას შიმოცუკი კოზობოროს იგივე გვარი აქვს, რაც ზოროს ბებიას. ანუ ნათესაური კავშირი აქვთ ამ ორს. და შიმოცუკი კოზობორო არის პერსონაჟი, რომელიც კინგის და ზოროს ბრძოლის დროს ზოროს ფლეშბექში გამოჩნდა. და ასევე ეს არის ადამიანი, ვინც ზოროს ორი ხმალი, ენმა და ვადოიჩიმონჯი გამოჭედა. ანუ ვადოიჩიმონჯი, რომელიც თავდაპირველად ქუინას ჰქონდა და ენმა, რომელიც ოდინის ხმალი იყო. დამავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ ეს პერსონაჟი იმ ადამიანებს შორის იყო, ვინც ვანო დატოვეს. და უფრო მეტიც, რა შუაშია აქ რიუმა. რიუმას გვარი ასევე არის შიმოცუკი. ანუ შიმოცუკი უშიმარო, შიმოცუკი ფუკურო და თავისთავად რონონოა ზოროც არიან შიმოცუკი რიუმას შთამომავლები. ეს იყო ყველაფერი, რაც ზოროს გენეალოგიურ ხეზე ვიცით. და ასევე აქვე თუ ვინმე საინტერესებს, როდესაც 1000 ფოლოვერზე ავალ თუ ამის მიასე ვალიუმის გათამაშებას ვაპირებ.